სოფელ რეხაში 43 წლის მამაკაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა. ზვიად ქარელიშვილს სასიკვდილო ჭრილობები 27 წლის ახალგაზრდა მიაყენა, რომელიც უკვე დაკავებულია. მომხდარს წინ მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უწყოდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი და რატომ გაიმეტა 43 წლის მამაკაცი მეზობელმა სასიკვდილოდ? დეტალების გარკვევას დღეს ნიკა გაბლიშვილი ცდილობდა. ბატარია ავიღე და მივანათე და ეგდოკვდარი. 43 წლის ზვიად ქარელიშვილი მეზობელმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით საკუთარი სახლის წინ მოკლა. მეზობლები ამბობენ, რომ 27 წლის ახალგაზრდამ ქარელიშვილს სამჯერ ესროლა. დაზიანებები გარდაცვლით სახისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. სროლის ხმა გავიგეთ. გამოვედით გარეთ. ერთი სროლა რო იყო, მე მეორე მოხდა. მე მეორე იქა, მე უკვე ჩემმა მეუღლემ ისა რაღაცა ხდებაო. მე მესამე სროლაც მოხდა. ისევ არაფერი არც გავედით, არც ხმაური იყო, არაფერი არ იყო. მე ჩემმა მეუღლემ მანქანა წავიდა და ჩემმა მეუღლემ თქვა, ბიგოგო ზვიადი გავიდაო და აღარ დაბრუნებულაო. სროლო სწრაფად დადიოდა და შენიშვნა მისცა, რომ ნელაია რომ ყონასვამი იყო და ეს ზვიადიც გარდაცვლილით სახში შებრუნდა და ეს ბიჭი წავიდა თავის მანქანით. სახელთან თოფი მოიტანა და დაურეკა, რომ გამოდიო ერთი წუთი და გამოიყვანა და გავიდნენ ნაგერაკი. და ეს სრულად თავპირში, პირველი ორი ცალი, ორჯერ სრულად თავპირში და ეს რო დაეცა, გადმოვიდა მე ეს ორი გილზე ამოიღო და ახალი ჩატენენ და შიგულში დაადო და ეს სამეც ესროლა და იმით გარდაიცვალა, ექიმების თქმით ის მესამე რო არ ესროლა გადარჩებოდა. რა მოხდა 6 ნოემბრის ღამეს? რეხაში დღეს ყველა ამაზე საუბრობს. ადგილობრივებისთვის გაუგებარია თუ რატომ გაიმეტა ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელი. აქაურები ქარელიშვილს და მის მკვლელობაში ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ და მათ შორის აქამდე რაიმე სახის დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავენ. ძალიან საყვარელი შვილი. ძალიან დაძაბული ურთიერთობა ხო არ ქონდათ ერთმანეთში? იმათ, არ გამიგია არაფერი გამიგია. უკვირთ ხალხს რაც მოხდა ესეთი ამ პატარა სოფელში. ძალიან არც ის იყო ცუდი სუვეტური ისიც. რა ჭკუაზე იყო, რა იმაზე იყო, როგორ გაიმეტა, რა ვიცი. ორივე საშუალო დავახასიათებს უდადებითად არ უიტყვიან. მეტი თქმა ის არის და რავი გამოდებილებული ბიჭი, რავი უწყინარი. ეგ იყო და ბაშკაცური ბიჭი იყო, სოფლის ვინააფერი დაუშავებია, ქურდი არ იყო, ბანდიტი არ იყო, აბა როგორ აგეხსნათ მეტი. რო აი სოფელსა გული დახტუდეს და საკვირველებ ხოლაც ეგ არის, რომ ასეთი ორივე უწყინარებს ესა დაემთხოთ. გარდაცვალა ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი მოგვარე იყო. კაი ბიჭი, კაი ადამიანი. და ისეთი წყნარი ბიჭი იყო და არ ვიცი, რა იყო, რა მოხდა, გადაცვალის არ ვიცი. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში რეხაში მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირება სავალალო შედეგით უკვე მეორედ დასრულდა. ზვიად ქარელიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელკვალზე ხაშურის რაიონში ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ნივთმტკიცება დამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.